მგელი და წერო. მშიერი მგელი ტყეში დაძრწოდა. გზად ახალგაზრდა ირემს გადაეყარა. მაშინვე გაეკიდა, დაიჭირა და სიხარულით შეუდგა გემრიელი სადილის ჭამას. უეცრად ყელში რაღაც გაეჩხირა. მიხვდა, რომ მომცრო ძვალი იყო და მის გადაყლაპვას შეეცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ახლა ამოვახველებო იფიქრა. სცადა, მაგრამ ვერ გადმოაგდო. ყელი საშინლად სდგიოდა. გვარიანად შეშინებული იყო. საშველის ძებნაში ყმულს და აქეთ-იქით სირბილს მოჰყვა. მგელმა ცხოველებს თხოვა ყელიდან ძვალი ამომიღეთო. არაფერს ავიშურებ, ევედრებოდა სხვებს, ოღონდაც მიშველეთ. რასაკვირველია ცხოველებს მგლის ეშინოდათ და ახლოს არავინ გაჰკარებია. ბოლოს და ბოლოს წერომ შეიბრალა მგელი და უთხრა. ფართოდ გააღე პირი. უშიშარმა ფრინველმა მხეცის ბასრკბილებს ყურადღება არ მიაქცია. გრძელი ნისკარტი ხახაში ჩაუყო და როგორც იქნა, ძვალი ამოუღო. რამაც მგელს დიდი შვება მოჰგვარა. ახლა იქნებ მომცე შენი დაპირებული ჯილდო, სთხოვა წერომ მგელს. მგელმა კბილები დაკრიჭა და უპასუხა. იმით დაგმაყოფილდი მგლის ხახაში თავი რომ ჩაყავი და უვნებელი დარჩი. ამაზე მეტი რაღა გინდაო.